მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ პატარა ექსპრეს საჯარო გაშლა თემით ღირს თუ არა ადამიანთან, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან კონტაქტზე გასვლა. ანუ თქვენ რას მოგიტანთ ის რომ გახვიდეთ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტზე. ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვინმე, არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით იყოს და ნახოთ აბა სამ ვარიანტიან გაშლას გავაკეთებ. თითო არკანით ვეცდები მიმსჯელო. პირველი ვარიანტი, თქვენ რას მოგიტანთ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან კონტაქტზე გასვლა, მეორე ვარიანტი, თქვენ რას მოგიტანთ და მესამე ვარიანტი, თქვენ რას მოგიტანთ. რატომღაც მესამე ვარიანტი მგონია ძალიან აქტიური. კარგით, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს. ასეთი. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გეძახით, რომელიც მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონეთ ეს ვიდეო. ასევე პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ, მომწერეთ პირადში. კარგით, ვფიქრობ უკვე გააკეთებდით თქვენს არჩევანს. მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. და პირველი ვარიანტი, თქვენთან აქ ამოვიდა თასების დედოფალი. პირველ რიგში თუ თქვენ ხართ ქალბატონი, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანთან კონტაქტზე გასვლამ შეიძლება მოგიტანოთ ძალიან ბევრი ემოციები, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნამდვილად, მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ უფრო მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი ენერგიები. უფრო მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი ყურადღება, საკუთარი ემოციები და შეხედეთ ამ ადამიანთან კონტაქტზე გასვლა გიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიხვდებით რომ ეს კონტაქტზე გასვლა თქვენ რაღაც გარკვეულ კითხვებზე პასუხს გაგცემთ. ანუ თუ თქვენ გინდათ რომ რაღაც კონკრეტული ფიქრები მოიშოროთ, ხო? აი, რაღაც გარკვეული შფოთვები გაქვთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაღაც კონკრეტული გაურკვევლობა არის, ბოლომდე ვერ ხვდებით რასგან იცდის, რა უნდა, რა ხდება და ასე შემდეგ, ხო? და თუ თქვენ ხვდებით რომ ამ ადამიანთან კონტაქტზე გამოსვლა მოგცემთ ამ პასუხებს, ამ შემთხვევაში გირჩევდით რომ გახვიდეთ კონტაქტზე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. გავიდეს თუ არა პირველი ვარიანტი ჩაფიქრებულ პიროვნებასთან კონტაქტზე. ერთი არკანით კიდევ თასების ხუთიანი. თასების ხუთიანი და კვერთხების ორიანი. აი ძალიან 50-50-ზე არის პირველი ვარიანტი. ალბათ თქვენი ვარიანტი არის ყველაზე რთული, ვფიქრობ. უკვე წინასწარ ასე მგონია. თქვენს ადგილას მე ამ ადამიანთან კონტაქტზე არ გავიდოდი, იმიტომ რომ დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეტად დაგაბნევთ. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ 100%-ით, რომ თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადამიანი, ამ შემთხვევაში დიახ გიღებთ. მაგრამ ეს მცირედ ნაწილთან არის. ახლა მაგალითად პირველი ვარიანტი თუ ჩაიფიქრა 100 ადამიანმა, ამ 100 ადამიანისგან 5 ადამიანი შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული, ხო? იმიტომ რომ გავიმეორებ ყველასთან სხვადასხვანაირი სიტუაცია არის. მაგრამ უმეტესობასთან მე აქ პირიქით არ გირჩევდით კონტაქტზე გამოსვლას, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად დაგაბნევთ ეს ადამიანი, უფრო მარტოც და გაურკვევლადაც კი შეიძლება გაგრძნობინოთ თავი. კარგით, სულ ეს არის პირველი ვარიანტი, გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. თქვენთან ვნახოთ რა ხდება და არკანი იმპერატორი ქალი ამოვიდა. და პირველ რიგში თქვენ თუ ამ ადამიანთან გახვალთ კონტაქტზე, ადამიანი ნამდვილად ძალიან ბევრ ყურადღებას გასცემს თქვენთვის, ძალიან ბევრ ენერგიას გასცემს, თქვენ თავს აუცილებლად იგრძნობთ ძალიან მშვენიერ ქალბატონად, ძალიან სასურველ ქალბატონად. თუ თქვენ ხართ მამაკაცი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი რომ პირიქით თქვენ აქ ძალიან ბევრი ენერგიის გაცემა მოგიწევთ კონკრეტულად ამ ქალბატონისთვის. თუ თქვენ მამაკაცი ხართ და ქალბატონი ჩაიფიქრეთ, ხო? მოკლედ რომ ითქვას, ვინც ქალბატონი ჩაიფიქრეთ, იცოდეთ რომ ძალიან ბევრი ენერგიის და ყურადღების გაცემა მოგიწევთ.
არ აქვს მნიშვნელობა მეგობარი არის, პოტენციალური მეგობარი ყოფილი თუ ვინ. ხოლო თუ თქვენ თავად ხართ ქალბატონი, აქ თქვენ ძალიან ბევრ ყურადღებას მიიღებთ, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ყოველი თქვენი ქმედება იქნება ნაყოფიერი, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ გარკვეული დისტანციაც იყოს თქვენს კონტაქტზე გამოსულაში. ანუ აქ არ უნდა იყოს ეგრევე აბსოლუტურად ყველანაირი სახის ინფორმაციის მოყრა ამ ადამიანზე. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი და ვნახოთ. რა იქნება თუ მეორე ვარიანტი უკაცრავად გამოვა კონტაქტზე მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. კარგად კონცენტრირდით, მეგობრებო. რას მოგიტანთ? თასების რაინდი. ნახეთ, თქვენ აქ ამოხვედით როგორც იმპერატორი ქალი, ხოლო თვითონ ეს პიროვნება როგორც თასების რაინდი. არ აქვს მნიშვნელობა, აქ თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი. ადამიანი თქვენ ნამდვილად მოგცემ ძალიან ბევრ ყურადღებას, ძალიან ბევრი თბილი სიტყვები, ძალიან ბევრი ნოსტალგიური ემოციებიც კი წამოვა თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი ქმედებები ისევ და ისევ იყოს გრამატიკული. ანუ არ უნდა გასცეთ ისევ და ისევ ზედმეტად ბევრი ინფორმაციები საკუთარ თავზე და ეგრევე. მიაყრით თავზე ყველაფერს, მიახტებით ამ პიროვნებას. და სხვა დანარჩენი კი ბატონო შეგიძლიათ რომ გახვიდეთ ამ ადამიანთან კონტაქტზე, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ემოციებით აღგავსებთ, ძალიან ბევრ ყურადღებასაც მოგცემთ, ძალიან ჰარმონიული მოლაპარაკებები და საუბრებიც კი იქნება თქვენ შორის, მაგრამ იყავით ფრთხილი იმ კუთხით, რომ ზედმეტად ბევრს ილაპარაკებთ, უფრო მეტად მოусმინეთ, ვიდრე ისაუბრეთ. სულ ეს არის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. კვერთხების 7-იანი, ასეც ვიცოდი, რომ მესამე ვარიანტი გვეყოლებოდა რაღაც რთული სიტუაციით, რაღაც რთული ადამიანი, ზედმეტად აქტიური, იმიტომ რომ აქ აქტიურობები ჩანს, მძლავრი და პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ კონტაქტზე თუ გამოხვალთ, დიდი შანსია ამ ადამიანმა ან პასუხი არ გაგცეთ, ან რაღაც ძალიან უხეში პასუხი დაგიბრუნოთ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ადამიანი ჩანს, რომელსაც ძალიან უყვარს ბრჭყალებში თავდაცვა, იმიტომ რომ ძალიან შფოთვიარე ადამიანი არის, მუდმივად თითქოს გონია, რომ ყველა რაღაცას ერჩის, ყველას რაღაც ცუდი უნდა მასთან და ამის გამო ძირითადად ავტომატურად არის თავდაცვის რეჟიმში, რის გამოც შეიძლება ხშირად იყოს ძალიან უხეში, ძალიან აგრესიული სადღაც. არ მომწონს მისი ენერგიები, დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რას მოუტანს მესამე ვარიანტს, თუ ისინი გავლენ კონტაქტზე მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. ქურუმი კაცი, ხმლების 5-იანი. ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა სიამოვნო ენერგიები არის, იმიტომ რომ აქ ადამიანი დიდი ალბათობით ან პასუხს არ გაგცემთ, ან უხეში პასუხის გაცემას დაიწყებს რაღაც თავისი სიმართლის მოხვევას თქვენზე, თითქოს ესდება რომ თავისი აზრები, თავისი ფიქრები მოგახვიოთ, შეიძლება манипуляციების სადოს თქვენზე ზეგავლენა, რაღაც ისეთი სიტყვები მოდის, შენ ხარ დამნაშავე, შენ მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ, ჩემზე არ ფიქრობდი. რაღაც მსგავსი შინაარსის სიტყვები მომდის თავში. აქ ადამიანი აუცილებლად ეცდება, რომ თავი რაღაც ძალიან დიდად მოგაჩვენოთ, ბევრად უფრო დიდად, ვიდრე რეალობას შეესაბამება, ბევრად უფრო ბრძენად. აქ მოდის ამ ადამიანის მხრიდან არა უბრალოდ წინააღმდეგობა და აგრესია, არამედ რაღაც შეჯიბრი, იმის მცდელობა, რომ დაგიმტკიცოთ, რომ თქვენზე უკეთესია, თქვენზე ბრძენია, თქვენზე უფრო კარგად იცის რაღაც. ამიტომაც რა თქმა უნდა, ვფიქრობ თქვენ თავადაც ხვდებით, რომ არ გიღებთ აქ ადამიანთან კონტაქტზე გასვლა.